გესჯებათ მეგობრებო, ყველას მოკითხვა, ბედნიერება, სიხარული და კარგი განწყობა. მოგვივიდა შემოდგომა, ერთ-ერთი გარდამავალი პერიოდი ზამთრისთვის, წვიმები და უკვე ფსიქოლოგიურად ემზადები ზამთრისთვის რა. ზამთარში რა იგულისხმება თოვლი, ოჭხაფი, ზა რომელიც რეალებს და სიტუაცია, როდესაც ფორმატი და სამაკი ყურადღება გინდა, რომ რაღაც ექსტრემალურ სიტუაციაში არ მოგიწიარდეს მანქანა და რაღაც პრობლემებში არ ჩავარდე. ფაქტია, რომ რაც არ უნდა პროფესიონალი და მაგარი მძღოლი იყო, რაც არ უნდა გამოცდილება ჰქონდეს და ბევრ სიტუაციებში გავლილი ჰქონდეს ეს პრობლემები, გინდა არ გინდა ენერგია მიდი ძალიან გინდა. მაინც ახლა ზაფხულში მშრალი რო არის გზა, კაი ამინდი რო არის, იმდენად გაზაფხული არ ახარ, მაგრამ აქ გამორიცხულია წვიმა, თოვლი, ჩხაფი, მოყინვა, ეს ყველაფერი მოქმედებს ადამიანზე და აქ უკვე ენერგიის დახარჯვა გიწევს. ენერგიის დახარჯვას რო გიწევს, თავისთავად უკვე იღლები კიდევ. ამასობაში დღეს კლებულობს იმ დასახურ მიზანს, თქვათ, თუ გინდა რომ მოასწრო სიტყვაზე, თქვათ 600-700 მაილი გაიარო 10 საათში ან 11 საათში ვერ გაირი, იმიტომ რომ მე ადრე ღამდება ფაქტობრივად 6 საათზე უკვე ღამეა, მე ემატება ეს ამიტის ამბები, ემატება ენერგია და უფრო იღლები და იღლები. სხვა გზა არა გაქვს და ამისთვის უნდა შეეჩიოს ადამიანი და აი ჩვენც ახლა ასე მომენტში ვართ გარდამავალ პერიოდში, გინდა არ გინდა ასეთ ამიტებს უნდა შეეჩიო და უბრალოდ უფრო განწყობა, აი როგორც სპორტსმენი რო დასწროი განა თავის თავს მოხოხავს რომ სათბოს ყველანაირი სიტუაციისთვის აი ამ გარდამავალ პერიოდში ვართ. ახლა ასეთი წვიმიანი ამინდია და ბევრ საინტერესო რაღაცას ვერ ვნახავ თან ერთი 600 მაილი უნდა ვიარო და სულ ასეთი ამინდი იქნება და რაღაცნაირად გადავერთოთ ხო სხვა და ისეთ რაღაც თემებზე ვილაპარაკო და გადავწყვიტე რამდენიმე კითხვაზე პასუხი გავცე, რომელიც მე მომგისხმები და შეძლები დაგვარად მოკლედ გიპასუხებთ. აკაკი მართალია რომ ტრაილერებს უბრალოდ პრობლემები შეექმნათ და მასიურად ხმიან მანქანებიდან. ხრიან ცოტა ისეთი სიტყვა არ დაგეთანხმებით, უბრალოდ შემოწმებებია ბევრი და ეს შემოწმებები ყოველთვის ხდებოდა ამ ბიზნესში. უბრალოდ ვინაიდან ადრეც ამათ რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ადამიანი შემოვიდა მექსიკიდან, არაოფიციალური მონაცემებით რაღაც 30-დან 40 მილიონზე ზუსტად არავინ არ ამბობს და ამ შემოსულ ადამიანებმა ძალიან ადვილად აიღეს მართვის მოწყობები, CTS რო ეძახა მართვის მოწყობები. იყო ისეთი ადგილები, სადაც ავტოსკოლაში მიხვიდოდე 3000, 4000, 5000 დოლარს იხდიდე და ერთ კვირაში, ორ კვირაში მართვის მოწყობა მოგდიოდა სახში. და ასეთი მძღოლების რაოდენობა ძალიან ბლომად იყო. ეხლა მარტო აფრიკაში 50 ქვეყანაა და არაბეთიდან და ლათინური ამერიკიდან შემოვიდა ძალიან დიდი ასე თქვათ რიცხვი ამ ადამიანების. და უბრალოდ ადრე ვესტეიშენები აი ტექნიკური ამაზე რომ ამოწმებდნენ, ეხლა უკვე პლუს გარდა იმისა რომ მანქანას გიმოწმებენ ამ შემოსვლას ლეგალობას რა, ქვეყანაში ყოფნის ლეგალობას და აქედან გამომდინარე უკვე მათაც უკვე პრობლემებს უქმნიან. ეხლა გამომეთ არა, მაგრამ ნუ მანქანიდან სვავიდან კომპანიებში სადაც არის ეს ხალხი მათაც პრობლემას უქმნიან და თავისთავად მე ამ მართვის მოწყობებსაც აწევენ, თორე ეხლა გააკლით და გამომეთ ცოტა ძალიან ხეში დათვალია. ამერიკა არ არის ესეთი ქვეყანა, აქცენტებს არ აკეთებს, მაგრამ საბუთებიდან გამომდინარე ამ ხალხს ამოწმებენ. ამის მონათესავე კითხვა ბატონო აკაკი ალბათ სკოლები რო ჩამოსვეს თქვენ შემოსავალი მოგემატა. ულათიდან გითხრათ მეგობრებო, მეც ვფიქრობდი რომ
რომ სკოლები დააკდებოდა და ხელფასი ან შემოსავლები მაღალი იქნებოდა, მაგრამ დიდი განსხვავება არ არის. ისეთი დიდი, მკვეთრი განსხვავება ფასებში არ არის რა. აქ ერთი მომენტია კიდევ რომ ეხლა ტრამპა დაადო კიდე ჩინეთს ეს ემბარგო გაზაფხულზე დაადო და მაშინ ფასები აღარ იყო მტკიცები. მერე ისევ მოხსნა ტრამპა. ეხლა ისევ დაადო და ეხლა ჩინეთიდან და აზიიდან ტვირთები არ მოდის. აქედან გამოდის რაღაც ტვირთები არ მოდის, სკოლებიც არ ჭირდება და აქედან გამომდინე იმიტომ ასეთი ფასები. ნუ რაღაცა ჯაჭვურად არის გადამული ერთმანეთში, მაგრამ ნუ ის კითხვა რომ ასება მოიმატა და შენ მაყოფილი ხარ თუ არა ხარ მაყოფილი, ფაქტია რომ ის რასაც ველოდებოდი ის არ არის. აი ამ კითხვაზე ვფიქრობდი, გამეცა პასუხი, არ გამეცა, იმიტომ იმდენად უაზროა და იმდენად აი ხაეში გამოსული სიტყვებია, არდა მე რამდენჯერმე მაგ ასეთ ხაეში გამოსული სიტყვებს მე არ მივაქცევ ყურადღებას, მაგრამ მაინც გავცემ პასუხს, იმიტომ რომ მეუბნებიან აი აკაკი ვიცი რომ შენ ხოცებს უჭერ მხარს, მაგრამ მაინც დააფიქსირე რომელ პოლიტიკურ მხარეს უჭერ მხარს რა ასეთი კითხვაა რა. არ მინდოდა გაცემა პასუხის, იმიტომ რომ მე ვინც მიყურებს და მისმენს, იმან იცის რომ ჩემი პოლიტიკა არის საქართველო და რაც საქართველოს სასარგებლოა იმას მივიღებ, რაც უდია იმას არ მივიღებ, რაც ჩვენ ტრადიციისთვის მისაღებია მივიღებ, რაც ჩვენ ტრადიციისთვის მისაღები არ არის არ მივიღებ, რაც ჩვენ სარწმუნოებისთვის მისაღებია მივიღებ, რაც არის მისაღები არ მივიღებ. აი ძალიან მარტივად პასუხობ ამაზე. ახლა რომელ პოლიტიკურ მხარეს დაუჭერ ხას და ალბათ ამაში მე ამას გავეცი პასუხი ამ ჩემი გამონათქვა. ჩემი მსოფლმხედველობა და ცნობიერება არის დამყარებული უფალს და მის სწავლებებს. ბიბლიაზე, წმინდა წერილზე, ძველი აღთქმა, ახალი აღთქმა და მე არ ვამბობ რომ ძალიან მაგარი მიმდევარი ვარ და მე უცოდველი ვარ და რაღაცა, მაგრამ ყველანაირი ენერგია და მთელი ძალა იქითკენ მაქვს მიმართულება ამ ცნებებს მივსდიოდა. რა ვიცი, აქაჩა ჩემი პოლიტიკურიც, სულიერიც და წამსი და მიმართულება და ყველაფერი. აქედან გამომდინარე, რასაც მინდა წერილი გვასწავლის, რასაც უფალი გვეუბნება, ამ დროს დღას გვეუბნება ყველანაირს, ყველა კითხვაზე პასუხს აქვს, აი იქითკენ ვარ მე რა. აი ეს არის ჩემი პოლიტიკური ხედვა და ყველანაირი ხედვა. აი ამის და მაგარი კითხვა იყო კომენტარების სახით და ამასაც ვპასუხე და მე შემდეგში უკვე შევესწრები ასეთ რაღაცებს აღარ ვპასუხებ, თუ რომ ერთი და იგივეს მეორდები და ერთი და იგივეს ვაპარაკობ უკვე არის ორი წლები. აბა თუ ბიჭი ხარ, გითხარი რომელ პოლიტიკურ მხარს უჭერ და ხას უშვებ, აბა თუ ბიჭი ხარ, ესე იგი რა გინდა მიწვევ? ასეთი ფორმით ადამიანი რომ გადმოსცემს ამის კითხვას, ეს უკვე სუცერა უზრდელობა. ვინაიდან ჩვენი არხი ვცდილობთ რომ შვიდად წნარად განვიხილოთ და ეს ყველა მე სულ შეათამახ დათქმულებს ყველანაირ ას, ყველანაირ თეორიას, ყველანაირ მსოფლმხედველობას მოусმენ და გავცენ პასუხს, მაგრამ კადეტი კომენტარში თუ იქნება უზრდელობა, გიციტყვაობა, ამას ვბლოკავ მომენტალურად და ზოგჯერ უაზრო, ულოგიკო, უარგუმენტო, უმაგალითო წინადადებებს რომ გამოუშვებენ ხოლმე, მაგას არ ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ ამჟამად ამაზე რომ აბა ბიჭი ხარ, აბა თუ ბიჭი ხარ მიპასუხე რა, მიწვევ, პირველი თუ უყურებ ჩემ არხებს, ასეთი მომართვა არის უზრდელობა, წერანაცავდა. რომ მიწვევ, მიცნობ, იცი მე ვინა ვარ, რატო ცილის წამებას რატო ვგებ, ხო? შეიძლება ამაზე რაღაცა მოგთხოვ. მე ცინიკურად რომ მეუბნები შენ ამის მომხრე ხარ, იმის მომხრე ხარ, უკვე ტყუილში გამხერ. ეს კი ტყუილში გამხერ, ცილის წამებას აბრალებ, მეკაჩავები ასე რომ თქვა, ხო? გამოწვა,
ამ შემთხვევაში რა გინდა ხა ჩემგან რა პასუხი უნდა იყოს, ხო? არაფერი მე იქიდან გამოდო ჩვენი არხის შიდობის მოყარე და მისკენ არის მისწრებისა მიდრეკილი რომ ლამაზად და კეთილ განწყობით იყოს გამშვალული მე ვამბობ რომ ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერს ვინც შემთან რაღაცა წინააღმდეგობა აქვს რაღაცა მაბრალებს რაღაცა შევხვდები ვალმაგიდასთან მოიყვანო თავისი ახლობლები აფისაები ვინც აყავთ ავტორიტეტები და გავისაუბროთ არავის ჩვენ არ ვეკამათები და არავის ჩვენ არ ვეჩუქები მაინც ზოგჯერ ხდება რომ ეხლა აბა თუ ბიჭი ხარ მიპასუხე და ასე რაღაცა ეხლა მოვიდე და ვიჩუქო და ასეთ რაღაცა არ მოხდება მაგრამ ნებისმიერ თემას ნებისმიერ იმას ყოველთვის განვიხილავ და ისე და ესე ვიცახე უკვე მეორდები რომ ჩვენი ცნობიერება და ჩვენი აზროვნება არის წინდაწერზე დამყარებული და უფალმა შექმნა ეს სამყარო უფალმა ის დაშვებით ხდება ყველაფერი და რა ვიცი ხა მე რატო უნდა ვიყო და რა უნდა ვიყო იმისთანა რომ ამ გზებს გადაუხდები ხო შემთხვევაში მე მივიხდებ რა აი ესეთი უძლებები და აბა მოდი ბიჭო ნახე და რაღაცა ჰაერში გასროლი სიტყვები ჰაერში გასროლი სიტყვები ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ აი ესეთი კითხები მომწონს აი რაც საქმე შეეხება ბატონო აკაკი საიდან კითხულობ საიდან უსმენთ ამ წიგნებს თქვენ თქვით რომ პირაში 60 წიგნს უსმენო და ხოლმე გვეტყვით საიტებს საიდან წერთ ამ წიგნებს ავიდან მეც აი საიტებს ვეძებდი რაღაცას მაგრამ არაფერი YouTube-ში რაც არ უნდა ჩაწერო ამოგიგდებს რა მე YouTube-ის ხმარობდა უკვე გურად ხა შეიძლება რაღაცა გადმოწერო, გადაწერო და იქ შეინახო, მაგრამ მე ძირითადად მაინც ფაქტობრივად ყველა ძირითადი წიგნი და ისეთი წიგნი და ავტორი, რომელიც ღირებულია ყველგან YouTube-ში და ეხლა ინტერნეტი ფაქტობრივად ყველგან არის და ამით სარგებლობ. ბატონო აკაკი, თქვენ ადრე თქვით, რომ თქვენი დღე იწყება თეოლოგიური თემებით. და რომელ ავტორებს და რომელ წამყვანებს უსმენთ. კი, მართალია 5-6 საათი რო დგები, 1 საათი, 2 საათი მე ყოველთვის უთმობ თეოლოგიურ თემებს, სათნოებაზე, ღმერთზე და ეხლა არ დავკონკრეტები, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენთან როგორ არის იცით? ფაქტობრივად ყველას უსმენ, ვინც კი აი რა ქვია YouTube სივრცეშია და ვინც გადაგებდა, ვინც ლაპარაკობს, აი ყველას უსმენ და მე ჩემი აზრით გამოვარ, მაგრამ ფაქტობრივად მატარებ ერთმანეთს ჩემი აზრი მაქვს და ბევრისგან ძალიან რა თქმა უნდა შეიძლება ბევრ რაღაცაში არ ვეთანხმები, მაგრამ ლოგია ღმერთ ესეთი თემაა, რომ ლაპარაკობენ, აი ბევრი აი თქო 80-85% საერთო, აი 15-20 არის განსხვავება და ეს თავისთავად რაღაცებში არ ვეთანხმები, უბრალოდ კი არ ვეწინააღმდეგები, მაგრამ გუსმენ, იმიტომ რომ ასეთი ადამიანები ძირითადად თეოლოგიაზე და უფალზე ლაპარაკობენ ძალიან ჭკვიანები არიან და ენციკლოპედიური განათლება აქვს და ძალიან ბევრ ფაქტს ვიღებ. ეხლა მე მეორდები ხა კონკრეტულად არ დავკონკრეტები, იმიტომ რომ სამწუხაროდ საზოგადოება არ არის მზა და შეიძლება ისეთი რაღაცა მომაკვირო, შეიძლება რაღაცა მომადო, რომ მე ჩემი ბუნებიდან გამომდინე ისე უნდა გავბრაზდე და მინდა გამოდიდარი, თორემ ბევრ რაღაცებს უსმენ და ფაქტურად ჩემი პირველი 2 საათი იწყება ბიბლიის გარჩევით და თეოლოგიური თემები და მართლმადიდებლობა იქნება, კათოლიციზმი იქნება, ყველაფერს თეოლოგია საერთო ემაში გამყავს ესა, მაგრამ აუცილებლად სულიერ თემას ვეხები და მე მგონია რომ მაგით ავარ ძლიერი. ეხლა შეიძლება მითხრან, აი ამდენ რაღაცებს უსმენ ჭეშმარიტება ხო ერთია? კი, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტება ერთია, რომ მე მხარეს წახვალ, რა მხარეს წახვალ, ეს უკვე თავისუფალი არჩევანია და ვენიცით რომ სარწმუნოების მთავარი არსი განსაკუთრებით ქრისტიანობაში არის თავისუფალი არჩევანი. მე თავისუფალი არჩევანი მაქვს, შეიძლება შევხვდე, შეიძლება არ შევხვდე, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ბოლოს შეფასდება ვინ იყო მართალი, ვინ არ იყო მართალი, მაგრამ ეს იმას ანიშნავს, რომ ცუდად მოვიქცეთ და არაღირსეულად მოვიქცეთ. რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება ქონდეს თავისი აზრი
თავისი აზრის არ შეცვალოს აზრი, მაგრამ არ შეცვლის თუ შეცვლის ეს სხვა არის, მაგრამ როგორ მოქმედებენ და როგორ გამოხატავენ ამ თავის ცოდნას თუ თავის მტკიცებულობას თუ თავის ას, ამათ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ოქროს წესი არის ზომიერება. რა თქმა უნდა, მუსულმანი მუსულმანს ფიქრობს, კათოლიკეც კათოლიკურად ფიქრობს, ბუდისტი მაგრამ საერთო ჯამში ჩვენ რო გვასწავლეს ყველაფერს აქვს თავის წესები, ურთიერთობასაც, კვედებასაც, ცხოვრებასაც და მე ყოველ შემთხვევაში ამ წესებს მივხვდი. ამას ვიძახი მე ციხის წესებს, ხო? ადრე ხო მაგ ნათქვამ ერთ ოთახში ზის სხვადასხვანაირი ხალხი, ხუთია, ცისფერია, ყვითელია, აცისფერია, მაგრამ ყველა მიწის თავისი ადგილი, ყველა მიწის რომ იმ რაღაცა ხაზს არ უნდა გადაკვეთოს. ამას ვიძახი მე თამაშის წესებს და თამაშის წესებს მალი განაგებს და მართავს და როცა სამყარო შექმნელი ამ თამაშის წესებს გაჩვენებს და გასწავლის როგორ მოიქცეს, ხო? როგორ მოიქცეს. რა ვიცი რა, ამაზე მეტი რა უნდა იყოს რა. თავად თამაშის წესები დავიწყოთ. ზომიერებით, ღირსებით და სტილობით და იმით გამოიხატება. აი ამ კითხვაზე რამდენჯერ მაქვს პასუხი გაცემული და რა ვიცი რატო მაინც ვცემენ ამას ვიცი. და მეც პასუხები თამამად ვეთქვი. ბატონო აკაკი, ეშინია თუ არა სიკვდილის? სიკვდილის არ მეშინია. ეშინია იმ დაშვებული შეცდომების და იმ ცოდვების, რომელიც ცხოვრებაში მაქვს ჩადენილი და ისინაც რომ წავდგები, პასუხი უნდა ვაგო. ამისი მეშინია, თორე მოწმე ადამიანს ამ სამყაროდან იგადავა, რატო უნდა ეშინოდეს ჩვენ სულის უკვდავების გჯერა? უბრალოდ გული წდება, რომ შენ ახლობელ დაშორდები ვიღაცას, ახლობელ დააქტები, მეგობარ დააქტები, ვიღაცას გულს დაწმეთ, ხო? თავისი, მაგრამ ესე ცხოვრების წესია და ყველაფერს აქვს თავისი დრო და ჟამი, ასე რომ იტყვი. აქედან გამომდინარე, ასე ვთქვათ, სიკვდილის არ მეშინია, მაგრამ ჩემი ჩადენილი ცოდვების მეშინია. ამ კითხვაზე მე რამდენჯერ მაგაცებ პასუხი და მაინც არ დავიზარებ და ვიტყვით, რომ სერიოზული თემა. ჩვენ უნდა გვეშინოთ ჩვენი ცოდვები, სადღაც აკაკო ჩატარენ, ამ წუთის სოფელში გვაქვს, ამ ტირეში გვაქვს ჩადენილი და იმის ეხაფი. ჩათვალე რომ დაიძინებ და всё აღარ ახლა რა. ეს არის სიკვდილი. სამწუხაროდ მეგობრებო, რა ვიცი, მე ხშირად ვამბობ ხოლმე, აი რაღაცა იმით ვიცი რომ მენი უშემატყვარე მეთქოს და ნუ აქცევ ყურადღებას, არ ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ კითხვებია ზოგიერთი ისეთი, აი ვით სიტყვაობდი და იმით არ ვიცი, ამას რა თქმა უნდა არ პასუხობ ამაზე, მაგრამ მაინც რაღაცა გული წდება რომ ასეთი ვით სიტყვაობდი და შეურაცხყოფით ფორმაში რომ ისვავენ კითხვებს. იმედია ეს შემცირდება და უბრალოდ გაქრება. კარგით მეგობრებო, ეხლა დაგემშვიდობები და გამოვუშვით კითხვები თუ რაღაცა საინტერესო იქნება ან ლიტერატურაზე, ან ფილოსოფიაზე, ან რაღაცა ვისაუბროთ და მეც შედები და გვარად პასუხი გაგცემთ. ნატურალურად, ბუნებრივად და რაღაც ცხოვრებისეული გამოცდილებით. კარგით აბა მეგობრებო, დაგემშვიდობებით, მართლა რა ცუდი ამიდია. მომეწევს ამ ცუდამიჩი სიარული. თქვენც მინდა წინასწარ მადლობა გითხრათ, ასე თუ ისე ცოტა გული გადავაყოლეთ. მონი რაღაცა საინტერესო თქვი, სასარგებლო და ჩოხო ყველაფერს იმას ვაკეთებ, რომ ჩვენთვის სასარგებლო და ისეთი რომ ჩვენთვის არ ვიზარალოთ. ისეთი მოქმედებები გავაკეთოთ და არაჩე რაჯობია ცხოვრებას, არა? ცხოვრება ბედნიერებისთვის არ გაჩნდა, მე თუ ადამიანი ბედნიერებისთვის გააჩინა და ვისარგებლოთ მაგით სიხარულის და კარგი ამბებისთვის. კარგად, აბა მეგობრებო, მომავალ საინტერესო ვიდეოებში შევხვდებით. კითხვები გამოვუშვით კითხვები. ყველაფერზე გიპასუხებთ.